ღირსი პაისი ათონელი. სიტყვანი მონაზნური ცხოვრების შესახებ. თავი მეორე, მშობლების მომზადება. როცა მონასტერში წასვლა გსურს, ნელ-ნელა უნდა გაუმჟღავნო შენი სურვილი მშობლებს, რომ შეეჩვიონ და საფიქრალში არ ჩაცვიდნენ, როცა უცაბედად გაიგებენ ამას. ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში ფიქრობდნენ მონაზნობაზე, მაგრამ ამის შესახებ მკაფიოდ არ ეუბნებოდნენ მშობლებს, არც ამზადებდნენ მათ, თუნდაც მცირედით და უცაბედად წავიდნენ მონასტერში. ამას ბუნებრივია შედეგად მოჰყვა ის, რომ მშობლებმა აურზაური ატეხეს. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ თავს იჩენს ეგოიზმი. მშობლები ფიქრობენ, რა სიტყვის ხალხი და ამიტომ ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. მე ბავშვობიდანვე ვამბობდი, რომ მონაზნობა მსურდა, რათა ყველა არა მხოლოდ მშობლები, არამედ ნათესავებიც შესჩვეოდა ამას, რადგან ზოგჯერ შეიძლება მშობლებმა პროტესტი არც კი გამოხატონ, მაგრამ ნათესავებმა ააფორიაქონ ისინი. თავიდან უფროსი დედმამიშვილები წმინდანთა ცხოვრების წაკითხვასაც კი მიშლიდნენ, თუმცა როცა სრულწლოვანი გავხდი, უკვე ვეწინააღმდეგებოდი და საკადრის პასუხს ვცემდი. ერთხელ როცა მამას ხელზე ვეამბორე, რაც წესად გქონდა დიდ დღესასწაულებზე, მან მისურვა ბედნიერი ქორწინება, შვილო. მე უმალვე გამოვეცალე. მაშინ დედა ჩემმა უთხრა, რა უთხარი ბავშვს, ხომ იცი, მათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მონასტერში წავიდოდი და როცა შესაფერისი დრო დადგა წავედი. მამაო, როცა რომელიმე მონასტერში მოსალოცად მივდივარ, ჩემ მშობლებს ამის შესახებ არაფერს ვეუბნები, რათა არ მიხვდნენ, რომ მონაზნობა მსურს. შენი ქმედება არ არის მართებული. შეგიძლია მათ უთხრა, რადგანაც საერო ტაძრებში მსახურებაზე დასასწრებად გული არ მიმიწევს, დღეს ამადაა მონასტერში წავალ მსახურებაზე. ამასთან ყოველთვის ერთსა და იმავე მონასტერში ნუწახვალ, რათა შენმა მშობლებმა არ იფიქრონ, რომ შესაძლოა იქ შენზე გავლენა იქონიონ. გარდა ამისა, როცა ხელსაყრელი შემთხვევა მოგეცემა, უთხარი მათ, თუ გინდათ, რომ ბედნიერსა და გახარებულს მხედავდეთ, იცოდეთ, რომ მე მონაზნური ცხოვრებისკენ მიმიწევს გული. თქვენ რომ დაქორწინება გდომოდათ, თქვენს მშობლებს კი თქვენი მონაზნობა, განა მთელი ცხოვრება უბედურები არ იქნებოდით. თუ ღმერთი პატივს ცემს ადამიანის თავისუფლებას, მშობლები არ უნდა სცემდნენ პატივს თავიანთი შვილების თავისუფლებას. მშობლები აძლევენ შვილებს სხეულს, ღმერთი კი ანიჭებს სულს. განამართებულია, რომ მშობლებმა სულზეც იქონიონ ძალაუფლება. ცხადია, ვიდრე შვილები პატარები არიან, მშობლებს აქვს მათზე უფლებები, რადგან პასუხისგებელნიც არიან მათზე. მაგრამ როცა ბავშვები სრულწლოვანები გახდებიან, ჩამოყალიბდებიან და ამასთანავე გადაწყვეტენ, რომ სულის საცხოვნებლად იცხოვრონ, მაშინ მშობლებს არავითარი უფლება არ აქვთ თავიანთი შვილების ცხოვრების განსაზღვრაში. მამაო, გული სიტყვები მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ ჩემი მშობლები ძალიან წუხან იმის გამო, რომ მონაზნობა მსურს. ნუ ფიქრობ ამაზე. შენს მშობლებს თავიანთი სასყიდელი ექნებათ ღვთისგან. მშობლების მიერ განვლილი ტანჯვა-წვალება, როცა მათი შვილები მონაზვნები ხდებიან, ღვთის წინაშე გარკვეულწილად ერთგვარი ღვაწლია, რადგან თუნდაც უნებლიეთ მოკლებულნი არიან ადამიანურ ნუგეშს, რომელიც თავიანთი შვილებისგან ექნებოდათ. კიდევაც რომ დრტვინავდნენ ზოგიერთი მშობლები, მათაც აქვთ გამართლება, რადგან ერის ადამიანები არიან და მოვლენებს ამსოფლიურად განსჯიან. მიუხედავად ამისა, არაფერი უქმად არ იკარგება. მშობლებს, რომლებიც მთელი გულით უძღვნიან ღმერთს თავიანთ შვილს, სასყიდელი ექნებათ,
მაგრამ იმ მშობლებს, რომლებიც დარდობენ თავიანთი შვილის ამ გადაწყვეტილების გამო, ჩემი შეხედულებით ცოტა მეტი სასყიდელი ექნებათ, რადგან ის მშობლები, რომლებსაც სწამთ ღმერთი და გააზრებული აქვთ ცხოვრების არსი, ხარობენ ამ ცხოვრებაშიც თავიანთი შვილის მონაზვნად შედგომისთვის და გაიხარებენ მომავალ ცხოვრებაშიც. ამდენად მათი სიხარული მრჩოვლია. ის მშობლები კი, რომლებიც არ ცხოვრობენ ეკლესიურად, შფოთავენ და ღმერთსაც კი უპირისპირდებიან, ფრიად იტანჯებიან. სული უმძიმთ იმის გამო, რომ მათი შვილი მონასტერში წავიდა, რადგან მას უკვე მკვდრად მიიჩნევენ და სტკივათ. დავკარგეთ ჩვენი შვილი, მორჩა, იგი ჩვენთვის უკვე მკვდარია, ამბობენ ისინი. დასტირიან მას როგორც მკვდარს და შესაძლოა ცოტა მეტადაც ვიდრე მკვდარს, რადგან რომ მომკვდარიყო, ერთხელ დაიტირებდნენ, ახლა კი მთელი ცხოვრება დასტირიან მას. ეს ტკივილი თუნდაც ალოგიკური იყოს, შეუძლებელია ღვთისგან პასუხგაუცემელი დარჩეს, რადგან ღმერთი სამართლიანია. მშობლების მიერ განცდილი ეს მწუხარება ცოდვებს ახოცავს. რაც მეტად მწუხარებენ, მით უფრო შეწყალებულნი არიან, შემდეგ კი ზეციური სასყიდლის დაუნჯებას იწყებენ. როგორც მონაზონი, რაც მეტად მოღვაწეობს და ხელმოკლედ ცხოვრობს, იმდენად მეტ სასყიდელს იღებს ღვთისგან, ასევე ხსენებული მშობლებიც, რაც მეტად იტანჯებიან, მით მეტ სასყიდელს მიიღებენ ღვთისგან. იმ დედებსაც კი, რომლებიც იმ ზომამდე მიდიან, რომ თავიანთ შვილებს წყევლიან იმის გამო, რომ მონაზვნები გახდნენ, ჩემი აზრით, მცირედი სასყიდელი მაინც ექნებათ ღვთისგან, რომელიც არ განსჯის მათ მკაცრად, რადგან უწყის თუ რამდენად იტანჯებიან საბრალონი. ცხადია მათი ეს წყევლა სინამდვილეში დალოცვაა, რა კი მათი შვილები ღვთის გზას ადგანან. მონაზნობის ერთ მსურველს ჩვენს მონასტერში სურს მოსვლა. მშობლები კი ძალიან აპროტესტებენ და აურზაურს ქმნიან. იცოდე დედაო, რომ როცა მშობლები პროტესტს გამოხატავენ, ჩვეულებრივ ეს ნიშნავს, რომ მსურველი ჯერ არ არის მზად მონასტერში მოსასვლელად და ამიტომაც ღმერთი არ უწყობს ხელს, რომ მისი მშობლები მოემზადონ ამისთვის. თავუშოთ თუ მოზარდს არ გააჩნია პატივისცემა და სიყვარული მშობლების მიმართ. პატივისცემისა და სიყვარულის გარეშე იგი მონასტერში ვერ წარემატება. ან კიდევ თუ მიჯაჭვულია მშობლებზე, მაშინ შეიძლება ფიზიკურად მონასტერში კი იყოს, მაგრამ გამუდმებით თავის სახლსა და ოჯახზე იფიქრებს. ასე რომ ღმერთი უშვებს, რომ ეს მოზარდები გაწვალდნენ მშობლების მხრიდან, მონასტერში წასვლამდე კარგად გამოიცადონ, რომ შემდეგში მათდამი ნოსტალგია არ ქონდეთ. ან კიდევ შეწევნა მიიღონ და პატივისცემა და მორჩილება მოიპოვონ. ჩემი მშობლები არ მაძლევენ კურთხევას, რომ მონასტერში მოვიდე და ამბობენ, რომ ჯერ მზად არ ვარ ამისთვის, როგორ მოვიქცე. მოთმინება და ლოცვა გმართებს. ასე სახიერი ღმერთი მოგამზადებთ შენსა და შენს მშობლებსაც. ისინი დარწმუნდებიან, რომ შენი გადაწყვეტილება მტკიცეა და დაბრკოლების გარეშე მოგცემენ მონასტერში მოსვლის საშუალებას. ამასთან შენც მეტად გაერკვევი, რა გსურს. მამა ჩემი უკომპრომისოა იმასთან დაკავშირებით, რომ მონასტერში წავიდე. თანაც გარკვეულ ქმედებებსაც მიმართავს მონასტრის საზიანოთ. ილოცე, რომ ღმერთი მამა შენის სულს შეეხოს, რადგან უფალს მისი ცხონებად სურს. მამა შენიც მისი შვილია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანურად განსჯის და ასე იქცევა. ყოველ შემთხვევაში ღმერთი ხედავს შენს წადიერებას, ხედავს სირთულეებსაც, რომლებსაც აწყდები, ასევე ხედავს მამა შენის ქმედებებსაც, რომელიც ფიქრობს, რომ როგორც მამა შენს მიმართ სიყვარულითა და ინტერესით აღძრული,
ზრუნავს შენი საუკეთესო მომავლისთვის, თუმცა არ იცის როგორ გტანჯავს. და ეგ ღმერთმა გონება გაუხსნას, რომ გაგიგოს და მოვლენები ისე განვითარდეს, რომ მონასტერში მშვიდად და მშობლების კურთხევით წახვიდე, რადგან შენ მგრძნობიარე ხარ და მხოლოდ სოფელთან მშვიდობიანი განშორებით მიიღებ შეწევნას. სულ მოუთქმელად ველი როდის წავალ მონასტერში, მაგრამ დრო გადის და ჩემი მშობლები კვლავ წინააღმდეგნი არიან. ფიქრობ, რომ ეს ხელს უშლის ჩემს სულიერ წინსვლას და ვეღარ შევძლებ ისე წარვემატო, როგორც ის მონაზვნები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მონასტერში არიან. ნუ ეპყრობი უსამართლოდ საკუთარ თავს ამგვარი ფიქრებით, რადგან ეს ფიქრები სულიერად კი არ გამდაბლებენ, არამედ განადგურებენ, რამე თუ ამ გზით ეშმაკი უიმედობაში გაგდებს. მე ვხარობ შენი სულიერი წინსვლით და ყოველთვის როცა გხედავ, შენში მეტ წინსვლას ვამჩნევ. ხომ არ გგონია, რომ სხვა მონაზვნები, რომლებიც შენზე ადრე მოვიდნენ მონასტერში, სასწაულებს ახდენენ. შენ კიდევ მცირეოდენი მოთმინება და ბევრი ლოცვა გმართებს, რადგან მწუხარებასა და მოუთმენლობას არანაირი სარგებელი არ მოაქვს, გარდა ფიზიკური ზიანისა. მაშ როგორ მოვიქცეთ, ჩემო კარგო? ზოგიერთი საკითხი არ წყდება ისე, როგორც ჩვენ გსურს. ღმერთი ხედავს იმ ადამიანთა გულებს, რომლებსაც სურთ, რომ მას გაჰყვნენ. ხედავს ასევე სირთულეებს, რომლებსაც აწყდებიან და ამის შესაბამისად განაგებს მოვლენებს. ხედავ, რომ შენც დიდად დაგეხმარება, თანაც ერთობ უხმაუროდ და ასე ღვთის მადლით ძალიან მალე დაეწევი იმ მონაზვნებს, რომლებიც შენზე გაცილებით ადრე შეუდგნენ მონაზვნურ ცხოვრებას. მამაო, მამა ჩემი ცოტა დაწყნარებულია და ამ პერიოდში ჩვენ სახლში სიმშვიდე სუფევს. იქნება ახლა არის ხელსაყრელი დრო, რომ მონასტერში წავიდე. მამა შენი უკეთესად არის, მაგრამ სრულად მაშინ დალაგდება, როცა მას კიდევ მცირეოდენი სულიერი ტოქსინები მოსცილდება. შენი თავი ღმერთს მიანდე და დაინახავ, რომ იგი ყოველივეს საუკეთესოდ განაგებს. ცოტა კიდევ მოითმინე. მე ვილოცებ, რომ შენ სახლში დავანებული სიმშვიდე ღმერთმა მუდმივად აქციოს, შენი მშობლების სულებს კი სიმშვიდე მიანიჭოს. მამაო, როცა ღმერთი დაუშვებს განსაცდელს მონაზნობის მსურველი ახალგაზრდის ოჯახში, მან ამ განსაცდელისგან გათავისუფლება უნდა ითხოვოს ღვთისგან. თუ სულიერად ძლიერია, სთხოვოს ღმერთს, რომ მოთმინება მიანიჭოს, ხოლო თუ სუსტია, გათავისუფლება სთხოვოს. თუ ღმერთი პასუხს აყოვნებს, უნდა იცოდეს ასე იმიტომ მოქმედებს, რომ გამოიწრთოს და გამოცდილება შეიძინოს. განაშესაძლებელია ადამიანს თავისი ცხოვრების მიძღვნა სურდეს ღმერთისთვის, ღმერთი კი არ ზრუნავდეს მასზე. როცა ადამიანს გადაწყვეტილი აქვს მონაზნობა და ოჯახური ვალდებულებების გამო იძულებულია ერში დარჩეს, მას სულიერი ზიანი არ ადგება. თუ ამას ღმერთის მიმართ ნდობით დაუპირისპირდება, ყველაფერი ჰარმონიულად განვითარდება მისი სულის სასარგებლოდ. თუ ნდობით არ მიუდგება, სავალალო შედეგები ექნება, რადგან ღმერთს არ აძლევს საშუალებას იმოქმედოს ისე, როგორც მას ნებავს. ჩემი მშობლები ეწინააღმდეგებიან ჩემს გადაწყვეტილებას მონასტერში წასვლასთან დაკავშირებით. ამასთან ისეთი განსაცდელის ჟამი უდგათ, რომ არ შემიძლია მათი დატოვება და მონასტერში წასვლა, როგორ მოვიქცე. შენი მხრიდან მოთმინებაა საჭირო, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სუნი თქვენი, ბრძანა ქრისტემ. რა კი ღმერთი უშვებს მოვლენების ამგვარ განვითარებას, როგორც ჩანს მოთმინება უფრო მეტად დაგეხმარება, ვიდრე მონასტერში აღსრულებული სკვნელზე ლოცვა.
ასე რომ ერთადერთი რაც ახლა მოგეთხოვება არის მცირედი მოთმინება და ბევრი ლოცვა, რათა შენები, რომლებსაც განსაცდელის ჟამი უდგათ, როგორღაც დაალაგდნენ, მოგვიანებით კი ორმაგად გაიხარებ. ღმერთი მოსიყვარულე და სამართლიანი მამაა. შენ მის გამო იტანჯები, ის კი ამის გამო უსასყიდლოდ დაგტოვებს. იცოდე, რომ მოგვიანებით მრავალი სიკეთე გელოდება მონასტერში. გიბიძგებს რა თავისი საღვთო ხელით, რომ სათნოებათა კიბეზე ორ-ორი საფეხურით ახვიდე. ხოლო თუ შენი საფუძვლიანი ვალდებულებების გამო საერთოდ ვერ წახვალ მონასტერში, ზეციურ სავანეებში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს მოგიმზადებს. ვწუხვარ, ვწუწუნებ და ვდრტვინავ, ვაითო ვერასდროს შევძლო მონასტერში წასვლა ჩემს ოჯახში არსებული პრობლემების გამო, რომლებიც, როგორც ვხედავ, გადაუწყვეტელი რჩება. ნუ დარდობ და ნუ დრტვინავ, მისმინე, რასაც გეუბნები. ნურც შენით დაიწყებ გამოსავლის ძებნას იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც შენს მშობლებს აწუხებთ. მიედე ღმერთს და იგი მოაგვარებს. იმედი დაამყარე მასზე, ვინც ყველაფერს ხედავს და ესმის. იგი თვალყურს გადევნებს და არ დაგტოვებს. ასე რომ დადგება დრო, როცა შენ საღვთო წადილს აგისრულებს. აყოვნებს ცხადია იმიტომ, რომ ღმერთი ასევე ზრუნავს შენიანების პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ისინიც მისი შვილები არიან. მას დარჩი მათ გვერდით, რამდენი ხანით საჭირო იქნები მათთვის. დაეხმარე და ნუ იწუწუნებ, თითქოს და შენი დამაბრკოლებელნი იყვნენ. შესაძლოა ეს დაბრკოლება შენთვის სასიკეთოც იყოს, რათა უკეთ მოემზადო იმ ცხოვრებისთვის, რომელსაც უნდა შეუდგე. ამდენად შესაძლოა შენი სულიერი მოუმწიფებლობა იყოს მიზეზი შენს ოჯახში არსებული პრობლემებისა და ვალდებულებებისა. მას ნუ იდარდებ იმაზე ფიქრით, რომ ვერ მოასწრებ მონასტერში წასვლას, რადგან წინ ბევრი სამუშაო გაქვს. მთავარია, ვიდრე მშობლებთან ერთად სახლში გიწევს ყოფნა, სულიერი მოღვაწეობის წადილი გქონდეს. მე კი ვილოცებ, რომ სახიერმა ღმერთმა, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს შენი საკითხი გულისაებრ შენისა. მამაო, ვიმყოფები რა სახლში ჩემი მშობლების დასახმარებლად. არც თუ იშვიათად უგულებელყოფ ჩემს სულიერ მოვალეობებს, რის გამოც ხშირად ვარდები უგუნებობასა და მწუხარებაში. თავდადებით შეასრულე, რაც შეგიძლია და მწუხარებას კი ნუ მიეცემი, არამედ იყავი მშვიდად, რადგან იმ მცირედსაც, რომელსაც გაჭირვებით ასრულებ, ღვთის წინაშე დიდი ფასი აქვს. ღმერთი არ მოგაკლებს თავის მადლს, რამე თუ ხედავს იმ სიყვარულს, რომელსაც სხვებს უძღვნი. ასევე ხედავს იმასაც, რომ იტანჯები მონასტრისგან შორს სხვა გარემოში ყოფნით. ასე რომ მოთმინება, ყურადღება, ლოცვა და ღმერთი შეგეწევა, რომ საბოლოოდ მონასტერში დამკვიდრდე და აღარ დაიტანჯო. წარმოვიდგენ, მამაო, რამდენი სულიერი საქმის აღსრულებას შევძლებდი მონასტერში, რომ წავსულიყავი. ახლა კი როგორ ფუჭად ვფლანგავ დროსა და ჩემს შესაძლებლობებს. შენ ახლა ასე ფიქრობ, მონასტერში რომ ყოფილიყავი, ამას და ამას გავაკეთებდი. განა ღმერთი ვერ ხედავს შენს განწყობას. ეს ნიშნავს, რომ რაზეც დარდობ, ღვთის წინაშე გაკეთებული გაქვს. მეც ბავშვობიდანვე მინდოდა მონაზნობა, მაგრამ დაყოვნება მომიწია, რადგან ომის გამო სახლში უნდა დავრჩენილიყავი, რათა მამაჩემს დავხმარებოდი. განა რადგინდა შვილო სამოთხე, თუ სხვებს სავალალო მდგომარეობაში უკან მოიტოვებ. შენ მონასტერში წახვიდე, კარგად მოეწყო, სხვები კი არაფრად ჩააგდო. ეს ნიშნავს, რომ მონაზნურ ცხოვრებას არ იწყებ ქრისტეს მიმართ სიყვარულით და საჭიროა კარგად გამოიკვლიო შენი გადაწყვეტილება.
მთლიანობაში მონაზნის საქმე არის სიყვარული, ისე როგორც მისი მონაზნური დასაწყისიც უნდა ეფუძნებოდეს ღმერთის მიმართ სიყვარულს, რომელიც მოყვასის სიყვარულიც არის. ეხლა მივხვდი, რომ ამ პარტავნება იყო მიზეზი იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მინდოდა მონასტერში წასვლა. თუმცა ვფიქრობ, რომ ერში დარჩენით ჩემი სულიერი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ახლა, როცა გგონია, რომ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში ხარ, ხედავ, რომ ერთი ნაბიჯით წინ წახვედი, რადგან მიხვდი, თუ რამდენად შორს იმყოფებოდი მონაზნური სახარებისეული სულისგან. გეგონა თუ მონასტერში წახვიდოდი, განიწმინდებოდი, არადა შენს განზრახვას ჰქონდა შემდეგი სულისკვეთება. სხვებმა რაც უნდათ ისქნან, მთავარია, რომ მე შევიმოსო სამონაზნო ანაფორა და გამოვჩნდე როგორც მონაზონი. როცა ვინმე ასეთი ეგოისტური განზრახვით განეშორება სოფელს და თავის ოჯახს სავალალო მდგომარეობაში ტოვებს, ის მოყვასის სიყვარულის სულს კი არ ატარებს, არამედ მხოლოდ საკუთარი თავის გადამეტებულ სიყვარულს. ამას კი ღმერთი არ აკურთხებს. მამაო, ჩემი მშობლები იჟინებენ, რომ კიდევ ერთი წელი დავრჩე ერში, რათა მათ ფინანსურად დავეხმარო, მაგრამ მე ეს ძალიან რთულად მეჩვენება. ნუ განსჯი ამას ახლა, როცა დაღლილი და აღშფოთებული ხარ შენი სამუშაოთი და ერში ყოფნით. შემგრძნობიარე ხარ და თუ მონასტერში წახვალ მანამ, ვიდრე შენი მშობლები ფინანსურ საკითხებს მოაგვარებენ, ვფიქრობ, რომ გული სიტყვები დაგტანჯავენ. ეს კი შენს ჯანმრთელობასაც დააზიანებს და სულიერ წინსვლაშიც დაგაბრკოლებს. მოთმინება, რომელიც 1 წლის განმავლობაში მოგიწევს, რა კი შენი მშობლები ითხოვენ ამას, გაჯერებული იქნება თავგანწირვითა და სიყვარულით, რაც ღმერთს გულს აუჩუყებს. ის კი შემდეგ, როცა მონასტერში წახვალ, შეგეწევა, რომ სულიერად სწრაფად წარემატო.